თან როგორ ვიყიდეთ, ანუ ერთ დღეს გავიღვიძეთ. შევხვდა განცხადება, რეკლამების რეკლამები მუშაობენ ჩვენი ზოგადად. ჩვენზე. წამოვედით ვიყიდეთ. ეს სპონტანური უნდა იყო ადამიანი. არა ხათაო, ბიჭო. ამით უბრალოდ ქალაქში ვერ წარმოვიდგენია რა გადაადგილება რა. აი ეს კადრები თუ ეხა Samsung-მა გადაიღო სტაბილურად. Samsung-მა კი გადაიღო სტაბილურად, მაგრამ მე რამდენად ვიყავი სტაბილურად არ ვიცი. ჩემმა ახლობლებმა და მათ შორის ჩემმა გამომწერებმა ძალიან კარგად იცით ჩემი ერთი ოცნების შესახებ. ვიყიდო Porsche 911 რაც შეიძლება მალე. და სხვათა შორის ახლა ამ ვიდეოს რო წერ 2025 წლის 911 დაბლა აყენია და ეხლა კარგად მომისმენთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თქვენც ოცნებობთ ისეთ ავტომობილებზე, რომლებიც ამ წამს თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის და Flexlease-ზე ინფორმაციის მოსმენა დარწმუნებული ვარ რომ დაგაინტერესებთ. მოკლედ, დეკემბრის თვეში დავიწყე ჩემთვის ახალი ავტომობილის ზებნა, თან M4-იც ახალი გაყიდული მყავდა და მინდოდა მეყიდა რამე უფრო ახალი და უკეთესი. თან განვიხილავდი შეძენის სხვადასხვა ალტერნატივებზე, მათ შორის სესხზე რა დროსაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეგიტას Flexlease, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი ოცნების ავტომობილი ხელმისაწვდომი გახადა. სესხის ალტერნატივაც მთლიანად ჩამინაცვლა იმით, რომ ყოველთვიური გადასახადი შემემცირდა ორჯერ და რა თანხას ავტომობილის გადასახადებში მქონდა გათვლილი, ეხლა უკვე ორჯერ ნაკლებს ვიხდი ყოველთვიურად. ამიტომ დაზოგილი თანხით მე თიკო და დანი ამ არხზე საკმაოდ კარგ სამოგზაურო კონტენტ შემოგთავაზებთ, ან კიდე რამე სხვა მიმართულებით გამოვიყენებთ. ხო არ ნერვიულობ როგორ გზნობ თავს. რა ვიღად დაობე, მე ჯერ კიდე არ მჯერა. თან მე ვერ დავიძინე გუშინ, აი ბავშვობაში რო ექსკურსიაზე მიდიოდი რა ადამიანი და არ გეძინებოდა, ეგეც შეიძლება მქონდა რა. არა, აი წინა დღეებში ხო ნახეთ, მაგრამ ეხა აქ რო უყურებ და რო იცი რომ აი შენია სხვა არის ვაფშე რა. პირველი მაინც ჯობია შენ დაჯდე. ხა მარს უწო არ გაგხაშე ვერ გაიყვან, მაგრამ მიდი. პირველი შედარება ეგრევე M4-თან უფრო მაღალია. ვიჭდები, ხო. არა მგონია რომ უფრო დაბალია. მაგრამ უფრო დაბლა იყავი თქოს, M4 უფრო დაბლა იყავი. კი. არა ვიცი, მე უფრო მგონია რომ M4 უფრო ის იყო რა. რა, დაბალი? ვაა, ხარა ხათაო. M4 უფრო მაღალი იყო. ანუ უფრო შედარებას M4-თან ვაკეთებ. ხო, თან ვიღაცამ თქვა YouTube-მა რომ ისო M4 ვისაც ყავსო რა. ყველა ანუ M4-ის პატრონი გადადის 911-ზეო. მგონი შალიკაშვილმა თქვა, ხო ეგა. და მაგას მაგის ვიდეოს უყურებდი, რას ვიფიქრებდი, რომ აი რაღაცნაირად წამკრა რა. ინტერიერი ცოტა პატარაა სხვათა შორის, ანუ თავიდან სანამ ვიყიდით, უფრო დიდი ინტერიერი წარმომედგინა. არა, GT3-თან შედარებით აქ ბევრად კომფორტულად ვიყავ. აი ეს არის იმენა ქალაქის. ნუ აქ ხილაკები ყველაფერი სტანდარტულად. რაც ყველაზე მთავარია, ეს აქ რეგულირებადი გვაქვს, რომ აიწიოს და თბილისში ალბათ ეს ყველაზე გამომდგარი ის იქნება კომპლექტაცია, ნუ თიკოსთვის ყავის ჩასადები რა თქმა უნდა, ნუ ბარი არ გვაქვს აქ ფაქტობრივად და უკან დანი ჩაეტევა რა. მაგარია რა. ხმა ეხა რო თქვა რომ დიდი და გუგუნა აქვს თქო, არა, მაგრამ ისეთი ხაი Porsche-ს რაც უნდა გქონდეს ეგ ხმა აქვს. თან ანუ ესეთ მანქანაზე შემიძლია ხმა და ბარბლი და გუგუნი მაინც არ იქნება საჭირო. და ესე ჩვენი გასაღები, რომელიც პრინციპში კი ვიცოდი როგორც გამოიყურებოდა და ეხლა ველოდებით ტექ პასპორტს რო უკვე გავიყვანოთ ავტომობილის საბოლოოდ გზაზე, მაგრამ სანამ ტექ პასპორტს მოვიტანენ, მანამდე გეტყვით რა არის Flexlease, რომელზეც დარწმუნებული ვარო ერთი-ორი სიტყვა ვიდეოში უკვე ვთქვი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარო თქვენ ეხლა ვინც მიყურებ, ოცნებობთ ისეთ ავტომობილებზე, რომლებიც ამ წუთას თქვენთვის მიუწვდომელია და დარწმუნებული ვარო Flexlease-ზე ინფორმაციის მოსმენა გამოგადგებათ. ანუ მარტივად რომ მაგიხსნათ, ეს არის პროდუქტი, რომელიც დაფუძნებულია ნარჩენ ღირებულებებზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ავტომობილის აგებულობისას ვიხდით მხოლოდ სვეთის ღირებულებას. პირობითად თუ ახალი ავტომობილის ღირებულება 100%-ია 2 წლის მოხმარების შემდეგ ბუნებრივია გაწვდება, გარბენი მოემატება, ავტომობილის რესურსი იხარჯება და რა ავტომობილის არ უნდა გყავდეთ, ფასი აკლდება. ამიტომ 2 წლის შემდეგ ავტომობილი 100%-ის ნაცვლად ეღირება 80% და სწორედ ამ სხვაობა 20%-ს ვიხდი მე რაც ყოველთვიურ გადასახადებს საგრძნობლად მიმცირებს. და რას ვიზავ 2 წლის შემდეგ? ავტომობილს დავაბრუნებ უკან და გამოვიყვან ახალს, ან თუ რამე სხვას გადავწყვეტ,
უბრალოდ დავაბრუნებ და აღარ მომიწევს თავის ტკივილი იმაზე, რომ მიწევს ავტომობილის გაყიდვა, კლიენტების მოძიება, შემდეგ ფასზე ვაჭრობა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კომფორტულია ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ თითოეული ჩემი მაყურებლისთვის. თან ესეთი ავტომობილები ამ პროდუქტის წყალობით საკმაოდ ხელმისაწვდომია. მოკლედ ყველაფერი საკმაოდ მარტივია. მოდიხარ, ყიდულობ ავტომობილს და 2 წლის განმავლობაში იხდი იმ თანხას, რაც ავტომობილს რეალურად ისედაც აკლდება და ხარ დასვენებული. პირველი, რასაც გრძნობ როზე ხარ, ის სუნი, აი ახალი ტყავის სუნი და ალბათ ხელთათმანებს ვიყიდი საჭისთვის, იმიტომ რომ ძალიან უტო საჭი და არ მინდა რომ ტყავი გავაფუჭო და გავაზიპინო, აი რაღაც ისე რომ ბზინავს ხოლმე ვერ ვიტან მაგას. ძალიან კაი, ეხლა მეორე მომენტი აქედან გასვლისა ჩემი პირველი გაყვანა. ძრავის მოუკვლინა რა უცნაურია და და ბიჭო რა ამ ქვეყნიური აჩქარება აქვს თო ეს რა არის და ტურბო ესი რა იქნება წარმომიდგენია არ ვიცი ემოცია ჩქარია თუ არა ვერ გეტყვი არა არა კაია ძალიან ეხლა მაგისი როგორ ემოცია თან რო ისევა რა თან რო ყველაფერი მინდა გამოვსათო თან რო საუბრის თავი არ მაქვს იმიტომ რომ ტრეკზე მინდა პირდაპირ შევარდი და აუ თავის ტრეკი მალე დაიკეტება თო თემა რა არის კიდე იცი ხარ ორ თავს სიჩქარეში უკნიდან ჯერ ხო ხმა ეგრევე ძალიან უცნაური არის უკნი უკარო აქვს რავირა და მე მეორეც ეს ხილა კი რა არის ეს ის არის რაღაც 20 წამით მთლიანად იბუსტება და სიჩქარეში გადართო ნახე 1 2 3 ძალიან კაი მე ჩემი ფაისა რომ ჩვენეთ შევძელით ემოთხზე მალე ჩქარდება. მაგრამ ცოტა ხმა მაკლია, უხეში ხმა თორე ხმა. ანუ ჩემი აზრით ეხლა ამას ის ხმა რაც უნდა კონდეს რა, ამას ეხლა ის არ მოუხდება რა, გუგუნი და რაღაც რა. Porsche არის დასტოინი ტიპების მანქანა. ეხლა ეს რო ხროხებდეს არ წარმომიდგენია ეგ და ბარბლები კონდეს და ბაგაბუგები კონდეს. ლანჩი რო არ გამეტეს და ეხლა არ გამოდიოდა თან ამაზე ვიცი რომ ლანჩ ბევრი არაფერი შელოსვა არ უნდა ტორმუს გაზ და всё წავიდა ძალიან მაგარია აქ G-Force საწვავი გვაქვს ჩასასხმელი იმიტომ რომ ეხლა ჩავაჭირე თუ არა ეგრევე ჩამოვიდა ეს ჩოლებრივი მოუწე რა იცვლება არაფერი ესეთი wet mode გვაქვს ეს კაია რომ აქედან იცვლება ყველაფერი კომფორტულია მეწამე ამ ღილაკს მიაჭერ თუ არა ეგრევე ნახე ეხლა სტაბილურდება მიაჭერ ეგრევე. კაი. ამ ღილაკებს მე ვნახავ რა არის, მოკლედ კაია რა. ანუ ოცნება აიხდინა და ეხა მოკლედ კაია რა. დაიცით რა არის კიდევ კარგი? შენ ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებ, შანსი გაქვს მოიგო PlayStation 5 ელექტროსკუტერი და VR headset-ი, რომელიც ეხლა აი აქ მიდევს. და მე როგორც YouTuber ძალიან მინდა რომ ერთ-ერთი გამარჯვებული შენ, ჩემი გამომწერი იყო. და აი გათამაშების დეტალები. ჯერია ჩელენჯი გაიმარჯვა ძმაო. მოკლედ ხუმრობა იქით იყოს და იაუს next თქვენთვის აქვს ძალიან მაგარი ჩელენჯი, სადაც უკვე გითხარით რაც თამაშდება და მონაწილეობა არის ძალიან მარტივი. გადადით ვიდეოს აღწერაში მდებარე ლინკზე ან უბრალოდ ეხლა თუ შეგიძლიათ დააპაუზეთ ვიდეო და დაასკანერეთ ეს QR კოდი. ამით თქვენ გადახვალთ ივენცის საიტზე და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ კოდი IAU. შემდეგ კი 5 აპრილის ჩათვლით ყოველდღიურად მიიღებთ დავალებებს, რომლის შესრულებისას დაგერიცხებათ ქულები. ხოლო გათამაშების დასრულების შემდეგ პირველი, მეორე და მესამე ადგილი, ვისაც ყველაზე მეტი ქულა გექნებათ, მიიღებთ სუპერ პრიზებს, ელექტროსკუტერს, PlayStation-ს და VR headsets-ს. და ხო, აქვე გეტყვით, რომ IAU-ს ნაკების შეძენა შეგეძლოთ Libres და Nicolas მაღაზიებში, რომელიც შემდეგ დამიჯერეთ, რომ გამოგადგებოთ. აიმე, დედა. აბა შენიცი ეხლა რამოდენიმე დღის შემდეგ
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Porsche 911 არის ისეთი ავტომობილი, რომლის შეძენის შანსის თუ გაქვს ცხოვრებაში, ანუ თუ მოგეცა, აუცილებლად უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ეს მანქანა არის მოსიარულე ემოცია. გამოყვანის ვიდეოები რაც ნახეთ, რამოდენიმე დღის წინ არის გადაღებული და მის შემდეგ ამით დავდივარ ყოველდღიურად, ყოველდღე ვიყენებ და სხვათა შორის მე, თიკო და დანი იდეალურად ვეტევით პლუს. საბარგული ერთი შეხვედრით საკმაოდ პატარა, მაგრამ საკმაოდ დიდია ისე რომ 2 10 კილოიანი ჩემოდანი ეტევა და ზევიდან ჩანთა. ასევე ინტერიერში გვაქვს პატარა ხრიკები. უკან დაჯდომა ეხლა მძღოლის უკან ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ აი მძღოლის გვერდით სკამზე, რასაც ესე ვთქვათ, passenger ქვია. მან შეუძლებლად ჯდებიან, მაგრამ აი აქ ადამიანი როგორ უნდა დაჯდეს, იცით, აი ქუჩაში რო რჩება რა, აი მეწყერი რომ მოდის ან ზვავი ან რაღაც აი თოვლი, ჭექაქუხილი, ყველაფერი როა და ფიზიკურად სხვაგან წასასვლელი რო არა აქვს და ამით გაჭირვებით წაიყვან რა. ქუჩაში არ დატოვე მოკლედ ადამიანს. ბარგის ვარიანტში კიდე აქ შეგვიძლია ესე გადმოწიოთ, ესეც იწევა და ნუ ჩემოდნები ჩვეულებრივად იდება რა. ვიზუალზე ხა პერლოპარკს არ დავიწყებ, ულამაზესია, ულამაზესი ფორმები, ძალიან მინიმალისტური და ეხლა უკვე შეამჩნევთ რომ რუსთავში ვარ ჩამოსული და ეხლა ალბათ იმასაც შეამჩნევთ რომ ჩემი Galaxy S25 Ultra აღარ მაქვს, S26 Ultra გამოვიდა და გადავედი S26 Ultra-ზე, რომელსაც ჩემს გადაღებებში იდეალურად გამოვიყენებ, იმიტომ რომ დღეს მით უმეტესად ჯანჯღარი მოგვიწევს და S26 Ultra-ს კამერას ისეთი სტაბილიზაცია აქვს, რაც არ უნდა ესე ატრიალო კადრი მაინც სტაბილურია და smartphone-თან ერთად ყიდულობს სტაბილიზატორს. პლუს აქვს privacy display, რომელზეც და მოგვიანებით ვილაპარაკებ, თუმცა დღეს მინდა რომ აი პრაქტიკულად გამოვიყენო ამის გადაღება. ისეთი ჯანჯღარი მოგვიწევს, რომ კამერით არასტაბილური კადრები იქნება და მირჩევნია რომ ჩემი ახალი smartphone-ი გამოვიყენო, რომელსაც smartphone-ი აღარ ქვია სხვათა შორის AI phone-ის ეპოქაში გადავდივართ ნელა. ცოტა უცნაურია, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ რა. 1 2 3 4 5 თქვი შენს რამე? 1 2 3 4. მიდი. ავები დაბა შენიც ეხლა. საბურავი ეხლა უკვე გახურებულია, კაია. წესი დამოსახვეში უფრო მეტიც უნდა შევდიოდე, მაგრამ ცუდად შემოვედი გარედან და წავიდა. მედიტაცია გვიძლია. 140 იყო აქ. აუ ნუ თამამდები. ჭიტები. აი ეს მომწონა. მანქანა მოადრიტავა. შეძლებაზეა, თქო რომ შეიძლება თუ მე ამის მოხდებათ. საბურავი ვინანება ეხლა თორე ამას. აი მე და ეხლა დარწმუნებული ვარ, ეს საბურავი ხარში. სანცხელა. მე არ მინდა დაჭერა. შეგიძლია ბოლოს რა შენ გამოიყენა. ალბათ ერთი კვირა გაზის პედალს აღარ დავაჭერფე. დავაი მიდი რამდენი წამით დრო? ორი წუთი და 4 წამი. ამირანზა რქვა. Lewis Hamilton, please call me. I want racing with you. აი ეს კადრები თუ ეხა Samsung-მა გადაიღო სტაბილურად. Samsung-მა კი გადაიღო სტაბილურად, მაგრამ მე რამდენი ვიყავი სტაბილურად არ ვიცი. აუ გადა ბიჭო, ემოციით ხო დრიფტი იყო რა, მაგრამ ამით ეს იყო აი ემოცია, ყველაფერი, ადრენალინი რა, აი მოსახვეში რო 140-ით შედიხარ რა, ან კიდე 170, 200-ით რო ამოხრუჭებ და ეგრე შედიხარ, აი საღო 2 წუთი და 5 წამი. უკეთესადაც შეიძლება, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მომიგდო 5 რა. არ ვიცი რა ვთქვა, აი ყოჩახ Samsung-საც და Porsche-საც. Porsche-ს იმიტომ რომ აი საოცარი სტაბილიზაცია აქვს მოსახვეში. მე არ ვიცი უბრალოდ, ანუ როგორ შეიძლება ავტომობილი ამხელა სიჩქარით შედიოდეს მოსახვეში და ესეთი სტაბილური იყოს. და მეორე,
არ ვიცი, უბრალოდ smartphone-ი როგორ უნდა იყოს ისეთი, რომ ვიდეოში მოგცეს ისეთი სტაბილიზაცია, როგორც gimbal-მა. ორივე ჩემი აზრით თავის კლასში არის იდეალური. Porsche თავის კლასში ალბათ ტრეკზე იდეალურია და არ ვიცი, სხვა მანქანები არ მეტყვი, M4 ვატარე, მაგრამ M4-ით მოსახვევში შედიოდი და ეგრევე ზანოში ედექი. ამით შედიხარ მოსახვევში და როგორც ტრასაზე გახარ, იგივენაირად გახარ მოსახვევშიც. მთლიანი ტრეკი გავიარეთ 2 წუთსა და 5 წამში და მან შეიძლება 5 წამი გამოვაკოთ, იმიტომ რომ ლანჩი დავზარი ადგილიდან ავტომობილი. კადრებს ამ smartphone-მა როგორც გადაიღო, ალბათ ვიდეოში კარგად დააკვირდებით თქვენც და დიდი ხნის შემდეგ ეს ჩემს ახსე პირველი ვიდეოა და ამის შემდეგ აქტიურად დაელოდოთ ამ ახსე ვიდეოებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმები მაქვს.